ხო, მამაზე ბასიბუსები. მეც ძალიან მომენატრეთ, მამა. აი აღარ შემიძლია მამა უკვე ისე მომენატრეთ. ერთი სული მაგ როდის ჩამოხვალთ, მამიკო. დედიკოსაც ძალიან მომენატრეთ. რა მამა? დედიკო დაგალაპარაკოთ? ეხლავე. უიმე მამა, გავიდა დედი. გავიდა, ეს წამია გავიდა სახლიდან მამა რა. ხო, ცოტა ადრე გეთქვათ მამა, დაგალაპარაკებდით დედიკოს ისე ენატრებით, ხო? სად წავიდა მამა და ბებია რაღაც ვერ არის კარგად და იქაც. ხო. რა? ბებიას ელაპარაკეთ და იცინო და? ხო და მამა, ეგ ხო ვერ არის კარგი. და მაგიტო იცინო. ხო მამა, ხო. კარგი. კარგი. თუ გავძლებ რა ვქნა კიდე რამდენიმე დღე უთქვენოთ მე და დედიკო გავძლებ და მე ჩამოხვალ და მამა და ჯებთან იქნებით გენაცვალი გაკოცეთ ბევრი. ძალიან ბევრი მამა. ხო, კარგი ჭკვიანად. კაი გენაცვალი. კაი. მე დავრჩი. შვინარი. ქალბატონი ნონა, ამ ქალმა ხო შემჭამა რა. ირაკლი, ვინ დავნიშნოთ მეორე განყოფილების უფროსად? რურუა თუ იშხნელი? ალბათ რურუა ან იშხნელი ეს ვინ არის? მოდი კარგია აი ეს ბიჭო ამოაყირავე რა შეყავს ნუ დაყუდებულ ხარ გაინძელი რა მომითრიეთ ეს ეხა რა მოიფიქრეთ რა ნოუკამპი ამიშენეთ აქ რა არის არის ირაკლი და გეტყვი ხა დედაჩემ აუყიდა ბავშვებს რა და აღარ მეცადინეობენ და წამოვიღე ეს რომ მეთქი მოვაცილე ბავშვებს მეთქი და ჩემთან წამოვიღებ თქო მაგრამ ჩემთან სახლში არ ეტევა და ამოვიტანე შენთან ინდოს რა ცოლი შენ არ ყავს და არაფერი გაგიგია ორი კურდღლის მადევარი თუ კარგად ირბეს ორივეს დაიჭერსო ეხა თქვენ მე მომისმინეთ კარგად? კარგად მომისმინეთ რა. თქვენ ეტყობა ეხა რაღაცა ამაიმუნებულები ხართ. ხო, დიახ, ხო, რაღაც სამასხროდ ხართ მოსული და გასართობად და მე არც მე გართობება, არც მე მაიმუნება და არც მე მასხრება. იმიტომ რომ ცუდად ვარ მე. გასაგებია, ნერვიულობ, ცუდად ვარ და დამანებეთ თავი. კაი, მართლა კი არა, ირაკლი. შენთვის ამოვიტანე, გამოდი ითამაშე, გაერთობი, რა ვიცი, რა გეხუმდი. ბიჭო, ქართული იცი? გესმის ქართული? გესმის, როგორ გავერთო? ცუდად ვარ მეთქი, რანაირად გავერთო? კაი, ირაკლი, რა პრობლემაა? ჩვენ ვითამაშებთ, შენ გვიმსაჯი და გაერთობი. ეგეც არ ვარიანტი არის. ბიჭო, ჩემი ნერვების დასაგლეჯად მოხვედი შენ, გამაგებინე, რა გინდა გამაგებინე, ბიჭო, ცუდად ვარ თქო, გეუნებით, ხალხო, ცუდად. საერთოდ კლინიკაში სამსახურში მივდივარ მე. რა? სამსახურში მივდივარ. სანდრო მოგიდე ხელი კლინიკაში მიგვაქვს. წავიდე თუ კლინიკაში ისეთ კაი. კარგი ხო? აღარ მივდივარ სამსახურში, დამირეკეს არ მოხვიდები. ერთი წუთი. ოხა ნონა რა. ირაკლი, სინჯიკაშვილი, გავწეროთ თუ პალატაში გადავიყვანოთ. გავწეროთ. ან პალატაში გადავიყვანოთ. ან კითხეთ მეორე განყოფილების უფროსს რურუას ან იშხნელს, რომელსაც დანიშნავთ იმას. სად არიან ბავშვები? აი მე ჩემი სიცოცხლეების სკოლაში არიან და ლაშა სადღაც დაბოდიალობს. დეიდა სიხარულები როგორ დიდი ბიჭები არიან უკვე. აი მე დედა ენაცვალოთ, ვაიმე ვგიჟდები, ისეთი საყვარლები არიან და იმხელები არიან, უკვე ვგიჟდები, აი ხვალაზექს უკვე ცოლებს მომიყვანენ სახლში. ვაიმე კეთო როგორი მოსიყვარულე დედამთილი იქნები და მარიკა იქნება თამრი, როგორც მოვილაპარაკეთ, ირაკლი სუდათ არის, წნება მაუწია, პულსი აღარ ესმიჯება, ყდება, ჩაწოლილია, წუთები დათვლილი აქვს. მარიკა ერთი წამით მაცადეთ. მარიკა რა მოდი ერთი წუთი რა. ჯერ ეს ერთი გამარჯობა და მეორე რა ხდება მარიკა? თქვენ თუ ეხლა სადმე აქ ირაკლი ყავთ ისე მე ჯობია პირდაპირ წავალ. მარიკა ირაკლი აქ რომც იყოს ისეთი დაპატარავებულია და ჭრომდნარი ვერც იხოვი. ზე აქ არის. არა გეფიცები ეხლა დაგვიჯერე დამშვიდი დაჯექი დაგველაპარაკე რა სისულელი დაჯექი.
როგორ უნდა დამშვიდე, აბა? ერთ კვირაში ჩამოდიან ბავშვები. მამას ბასიბუსები. ხო, და აი როგორ უნდა უთხრა, რომ იმ ჩამომდნარი შვილებს. ხო, აი რო გაიგებენ, რომ მე და ირაკლის ესე დაგვემართა, გაგიჟდებიან ბავშვები. გამწლიკული სიხარულები. მარიკა, მოდი რა მოусმინე და ელაპარაკე, იქნებ შერიგდეთ რა, აჰა. ჩვენ ხა ბავშვებზე ხო საუბრობდით. ხო, და როგორ მაპარებთ ხოლმე ამ ირაკლის გავგიჟდი. ვაიმე, რა უნდა გოგო მაგის შემოპარებას, ისეთი გალეულია რაღაცნაირი შეცვლი დაპატარავები, ვერ შევხედავ. ვაიმე, ერთი აქედან მეორე, აქედან გავგიჟდი. ეს იმიტომ მარიკა, რომ ერთ ყურში რო შევშვებ, მეორედან არ უნდა გამოუშვა. ხო მართლა მარიკა, მოდი რა გვითხრი სიმართლე. ოდნავ მაინც არ გადაგიარა წყენა. კეთებანი იცი რა, ხო, გადამივლის ხოლმე. მაგრამ რომ მახსენდება მე ეს ბულგარელი, აი ფიქრობ ხოლმე, ლამისა აფეთქდე. კაი, რისი ამ ფეთქებელი ხარ შენ, აფეთქებელი. მე მარიკა, ეხლა უნდა გითხრა სიმართლე. იცი ირაკლი რა ცუდად არის? ხო ესე ცოტა ხნის წინ ვიყავი ასული და წამოწოლილა. ხელები ესე დაუცხვია და რო დავინახე ისე შემეშინდა გული გამისქდა. გამოვარდი და იქ ზემოთ ვეღარ ავდივარ. რა ვერ ვაპატიებ, მე თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რაც მოხდა, კეთევანი. ხო და თუ ვერ დახუჭავ იარე დაჭყეტილმა. და უკრო თავი არ გვაგდდება. მე აღარ მინდა ახლა მაგ თემაზე საუბარი ძალიან გთხოვთ რა. პატარა პუცკუნა ბიჭი, ორი ხო არ გაგიტანეს? რა მიტანეს რა, გაგატანინე, თორე რა, ეხლა ეს გაგატანინე. როგორ მუშაობს ის? აი ეს ხო. მეკარე ესე ხო? ხო, ირა, გეხვეწები რა, მე მოდი რა, შენ უნდა გეთამაშო, აუ, აი ისე გაგამწარებ, მარიკას წასვლა 64-ად მოგეჩვენება რა. Когда galkiś begaitim bez gadim bedala. Martla da martla. Cuda tu ar metki, kacу. Am xoş შემჭამა რა. დროზე მოდი და ერთად ვიჩერჩეთოთ. ირაკლი ბოლო SMS-ი წაშალე. სუ გაგიჟდა ეს ხალი და მეც გამაგიჟა რა. ითולה თამაშგარე იყო. რა იყო? ირაკლი ხო არ იყო თამაშგარე? მოდი რა გეხო. არ იყო არა. აგე? არ იყო. ირაკლი მოდი რა ითამაშო, თოს გამხიარულდები, ჰა? ხო, ირა, მოდი რა, ეხლა ვითომ წარმოიდგინე რომ მარიკასთან არ გიჭყუბია. რანაირად წარმოვიდგინე? რანაირად წარმოვიდგინე ორი ღამე არ ძინებია, მაგას ვფიქრობს, როგორ წარმოვიდგინე? ეხლა მართლა კარგი რა, ამხელა პროფესორი კაცი ხარ, კაცო, ელემენტარული ფანტაზიის უნარი როგორ არ გაგაჩნია. კარგი, დაანებე თავი. იმას მაინც ვერ დაინახავს ბარსელონას როგორ ანადგურებს რეალი. ხო, აი, მართალი ხარ. რამდენია? 7-ით 0. 6-ით ის ორი ბურთი არის თუ. ვინ არის ბარსელონა? ვინ არის ბარსელონა? მე. და შენ იგებ? მე ვიგებ. დასყვა როგორ არის ასე? აი წელს კარგად. აი დაატრიალეთ ირაკლი. ეს რა არის? ეგ მეკარე ქანაობს. აჰა, ისე გწვენოდეს რა. გწვენოდეს ჯერ იუზას წლის თავი არ ყოფილა და შავი სამკლაურის გარეშე თამაშობ. სამაგერად შავებით თამაშობს. კარგი. აი ახლა ნახოთ, სად არის რეალის მოსაგები? გოლ! პროფესორ! ჯობია შენ მოყევი როგორ ახარ? გოგო, რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ მარიკა. უზომოდ შეყვარებული, რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებული. როგორი კარგი ბიჭია ლერი. წინვალე. და როგორ ეტყობა რომ აი სიგიჟემდე უყვარ ხარ? რა მეყვარები ხო? აბა მითხარი ხა შენ ქორწილი როდის ხა? მარიკა, ჩვენ ხო ჩემი დიდი დიღმის ბინის გაყიდვას ვაპირებთ ქორწილისთვის, რომ მე გადავიდეთ დიდ ბინაში, უფრო შევიცვალოთ ხო და აი ხა ამ საქმეებში ვარ, არაფერს არ მაკეთებინებს, ყველაფერს თვითონ აკეთებს, კლიენტებთან თვითონ გადის, აი ყველაფერს ვგრძნობ, რომ რაღაც სიურპრიზს მიკეთებს. ვსო სიურპრიზები თავს. მათა მამებს. აი ხა როგორ მესმის შენი რო იცოდე? ხო და თუ გესმის, მე დაელაპარაკე, იქნებ შერიგდეთ მარიკა, თორე მე მე კეთევან გამარჯობა კეთე. როგორ ახარ? კარგად ლე. კეთევანი.
თაკუნა სად არის? დერი, აქ ვარ. აქ ახარ თაკუნა. მე გულში გეძებთ. მარიკა გამარჯობა, მარიკა, როგორ ახარ? კარგად, ლერი. ნუ იტყუები გოგოლი არის ჩვენია. გოგოებო, მაბადიეთ, მე უნდა გავიდე. თაკუნა, რატომ მოვედი ახლა? რატომ მოხვედი? შენი ბინის გასაღები მჭირდება, კლიენტი უნდა მივიყვანო. კეთო მე მალე მო. ხო, მალე მოდი. ნახონდის. შეტყაო. იუზა, შინკინაც ვარ სახედავ ჩემი თამარი რა ბედნიერია, შინკა იხარი იუზა, მადლობა იუზა. დიდი მადლობა იუზა შინკა. უი, მარიკა ხარ. რას ინებებთ? ვინებებ ასე ვქოთ რას ვინებებთ და გვენებ იქნება რას ვინებებ ყავა ყავა და ამერიკანო თუ ესპრესო? ესპრესო ამერიკანო ორი ყავა რა და ერთი ამერიკანო თუ ერთი ესპრესო? თუ ორი ამერიკანო? თუ ორი ესპრესო? ორი ამერიკანო. ესპრესო თუ ორი ამერიკანო. ორი, კარგით ახლა. ეი, ხო ბიჭო, რას დაიბენი? დავიბენი არა. არა. ხო რა იყო, ცუდი გოგოა? ბიჭო, მე კი არ უნდა გაწითილდე, უნდა დაელაპარაკო. შენ ხო ელაპარაკები იმ გოგოს რა? ნუ ყოველ შემთხვევაში მიმყავს საქმე დალაპარაკებისკენ. ავილებს უგზავნე და მე ყველაფერი იქნება. ბიჭო. მიხვდა ნეტა. რომ მომწონს რა. აბა რა. აი ხა ნახე. თუ მოვიდა და გითხრა აი თქვენი ყავაო, ესე იგი უყვარხარ. მიდი რა. ბიჭო. რამე ხო არ შეუყვეთ ვე? რომ მოვიდეს რა. ფული არა გვაქვს, კახუში. მე ყვავილების ფულს ვერ მოვაკლებ ძმაო რა. ხო იცი დღეს პარკინგზე უნდა დავახვედრო. ბაზარი არა. მაგრამ მე აღარ მივიტან ძმაო. რატო? რატო და შენ იქით იმალები და ყველა მე მიყურებს მე. გაი, ხო, გაი. ისე რა მაგარი გოგოა რა. ამაგრად იცინის ბიჭო. ბაზარი არ არის. იცინის კი. მოდის დაელაპარაკე. აი, თქვენი ყავა. ცხელია? საგო. აჰა. მოვიდა მიუნჰაუზენი. ვი? ბიჭებო, გამარჯობა. ორი წუთით შემოვირბინე. აბა რა ხდება? ლერო თუ ლერუკა? დღეს რომელი ხარ? ლერუკა იყოს. ლერუკა? ხო იცი, ერთი კვირა გაქვს ფულის მოსატანად. თორე მე რაც მოხდება, ეგეც იცი. ბიჭებო, მე მუქრებით? ხო რა. მე მუქრებით. ორის ვინემ? მოკლედ ერთი კვირაა და მე თუ ჩაპო ჩამოვიდა და იქ ბაზრები აიწია, ჩვენ ვეღარ გიშველით რა. ხო გასაგებია. წავედით რა. ლერუკა, კიდე ერთხელ გიხარ. გაიგო, წავედით. მოიცა რა, აუხსნი კიდე ერთხელ. გეჩქარება? ბიჭო, აბა არ გვეჩქარება. იმ ამბავზე არა ვარ წასასვლელი, პარკინგზე ვყავ. ყვალას ამბავზე. ო, ბაზარი არ არის. ბიჭებო, აი ეს სახლის გასაღებია. თქვენი გულისთვის ვყიდი რა. ხო და როდის მე რამე მithქვამს და არ გამიკეთებია? ვერე, აი შენეც. მადლობა. და რა შვები ისე როგორ ხარ? თამარი როგორ არის? და რა მინდა რო გთხოვო იცი, იქნებ დაელაპარაკო რა იმ შენ ახლობელ პოლკოვნიკს. აი გეგის გადმოყვანაზე რომ მეუბნებოდი.
აი თავდაცვის სამინისტროში რომ მუშაობს რაღაც მაღალ თანამდებობაზე. კი თო, არ არის პრობლემა. ეხლა ნატოს ამბებზეა ქვეყნიდან გასული. და რომ ჩამოვა, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა. შენა, ვინ ახლობელი პოლკოვნიკი ყავს? მამა ჩემზე ებაზრება. ცხენო. რანაირი ცხენი მოუყვანია იმ ჩერჩეს. საიდ გაგაჭენო. არც ცხენია, არც ვირი. ალაზანი დიდია. ეს ალაზანი რა შუაშია. შიგბებერი კიდია. პური ვდღოვე არ მაჭამა. უი დედიკო, შენ ჭამის დროა. ლამშტობისა ქალბატონონა. ვა, ნოდოს ვირი მოუყვანეთ? არ არის ეს ვირი. აბა რა, ცხენია? არა. აბა რა? ჯორცხენა. ჯორცხენა კარგია. ჩარტი ნოდო, ა? რა ბლუ ჩარტ. ქალბატონონა, როგორ გასდილა რა ნოდო, ა? აუ, სკოლაში მიდის უკვე. ეხლა როსტომაისთან არ უნდა იყოს ბავშვი? წესით ხო, მაგრამ ეხლა მომწერა. იმ ქალს წაუყვანია სადღაც, ვეღარ მოვდივარო. რა ვიფიქრე, ცი? კენტრის ხვებში რო თქვენთან იყოს როსტომაია და ლუცრის ხვებში იმ ქალთან? ცადეთ ეგრე, მაგრამ გაამართლა? ქალბატონო, შეხედე. რამდენი ხანი ირაკლიბიძე არ მოსულა კლინიკაში, ა? რამდენი ხანი? რამდენი? რამდენი და უბობის ქსელებია გაბმულია, აბლოკაზე. ველაპარაკე დღეს. სახლშია ისევ მარტო მოწყენილი. ვიფიქრე გავამხიარულებ მეთქი, ის ანეკდოტიც მოუყევი. აჰა, შენ $1000 და არ შემჭამო. არ გაეცინა. ქალბატონონა, ეხლა რა ვიფიქრე, იცით? აი, შემომხედეთ მე, აბა რას ვაკეთებ? რას აკეთებ? თუ მაგას ვიძახი მე, არაფერს არ ვაკეთებ, რას ვაკეთებ? არაფერს. ავდივარ, ჩამოვდივარ, აქ შემოვდივარ. გადიხარ, გამოდიხარ. დიახ, წავალ ირაკლიბიძეს იქნებ მაინც გავამხიარულო, ა? როგორ უნდა გავამხიარულო? რა ვიცი მე, რამეს წავიღებ, რამეს გასართობს. თუნდაც ამას წავიყარ, რა არის, რა ცხენა? ჯორ. ჯორ. წავიღე. არა. მაშინ რამის მოვიფიქრებ. და წავალ. კარგად ნოდო. რა, ჯერ თქვენი ვარჯიშეთ და მე მეთამაშეთ ბავშვებო. ისე რა ბედია კამსანდროს, რაც ითამაშა ყველა ხელი მოიგო რა. მომისმინე ირაკლი, ბედი კი არა, ცოტა ტვინი უნდა დააყოლო და მოიგებ რა. მოდი ახლა ირაკლი მე და შენ ვითამაშოთ. რაღაც აზრი მივიცეთ თამაშს რა აზრი უნდა მივიცეთ, რა აზრი უნდა მივიცეთ. რა და აი გეტყვი ახლა რა აზრიც უნდა მივიცეთ ირაკლი. აი მაგალითად, თუ წააგებ შენ, მოყვები იქ ეგვიპტეში რა მოხდა შენ და ლიდიაში. რაც უნდა მაგას თამაში და წაგება. ჩაგაბარებ ისე პირდაპირ წინასწარ, რა, არაფერი მომხდარა. არ ვიცი რომ არაფერი მომხდარა. რა შენ? დიახ. ირაკლი ჩხეიძე თავს ნუ იკატუნებ და უპასუხე იმაზე, რასაც გეუბნები. მე არ მაინტერესებს იქ რა სიმართლე იყო, რა არის სიმართლე, ტყუილი არ მაინტერესებს. მოყევი ის, რისი გაგონებაც მინდა მე. კარგი. კარგი. თუ წავაგე მე, გეტყვი იმას, რაც შენ გინდა. და შენ თუ წააგებ, ის ერთი ბოთლი რო გაქვს გადამალული, იუზას არაკი. თუ არ უნდა მაგას, ამოიტანი მარახს. მოსულა? რო გავხსნა მე წლის თავამდე, რო გავხსნა, გაგიჟდებიან ქეთევანი და თამარი. და ლიდია? კი ბატონო იყოს იმ არახზე. იყოს იმ არახზე. კი ბატონო დავიწყეთ. ერთი მოიცა ხა თქვენ რო თამაშობთ და მე უნდა გიყუროთ? რა უნდა გიყუროთ? ჰა? შენ მოდი იცი რა ქერი სანდრო. შენ იყავი ისა კომენტატორი. კარგი, ვიქნები კომენტატორი. კარგად მოდი. ერთი წუთით მოიჩქარებთ. მაშასე იწყება არაჩვეულებრივი მატჩი, ერთმანეთს ეთამაშებიან ერთგზის ცოლის ფლობელი ირაკლი ჩხეიძე და ხუთგზის ცოლის ფლობელი ლაშა ტორონჯაძე. აბა, ჰაჯიმე, ბოქს, წავიდა. დაიცეთ ესიერად. კარგია, შეტევაზეა ირაკლი ჩხეიძე, აშკარად ეთყობა რომ წინა სამატჩო შეკრება გავლილი ეგვიპტეში, სპარინგ პარტნიორიც კარგი ყავდა შერჩეული ბულგარელი.
წადიქით. მიდი, შენთვის ილაპარაკე, შენთვის. გულში ილაპარაკე. კარგი პარტნიორი იყო ვიტალი შერჩელი. გულშიო. Go! ირაკლი წელიძე. ხედა როგორ კარგ ხასიათზე მოვიდა. აღარ გახსოვს ხო მარიკა? კარგი რა სანდრო რა. კარგი რა. სანდრო. ერთი წუთით ლაშა, ერთი წუთით სიტყვა არ დაგავიწყდეს შენ გაიხსენე. არტიიდან მირეკავი. ალო. ხო სერგო. ხო. გისმე. არა, ეხლა გამორიცხული არ ვცალია. არა, ნუ რა არის ხა ისეთი საქმე რომ ტელეფონში ვერ უნდა მითხრა კაცო. აუ, მითხარი რა. აუ, ვიდიქთ ხო, მითხარი რა. ხო, კარგი, მერე დამირეკე. გასავთ? ვინ აგებსო თამაშსო? ვინ უნდა მოყვესო რაღაცებიო, მინო. რივიო. რისი იმედი გაქვს ერთი ძალიან მაინტერესებს შენი მოთამაშეები შენაირად დადამდალებენ ეს ძმებო თქვენ არ შეწუხდეთ მე გავახეთ აი კაცო გოგი როგორ ახლა გამარჯობათ აი ირაკლებიზია დარცი მოვიტანე აბოჩიო მითხრა ძალიან მაგრა ერთობა ირაკლი დარცით ვერ ერთობა აი ეგრე ვიფიქრე და ყოველი შემთხვევაში კალათბურთის ფარით წამოვიღე აუ აქ ისეთი თამაში მიდის გოგი დედა კი არა არავინ არ აიყვანს შვილს ხელში აი ერთი გოლიც დარჩა ერთი გოლიც და თუ წააგო ირაკლი მოყვება რა მოხდა იქ ეგვიპტეში ლიბიასთან შენვისკენ ახარ გოგი რა თქმა უნდა ირაკლებიზიასკენ ხოჩა გოგი ეს მოისა აი ასე ეხლა ნახე წავიდა სანდრო მე თვითონ ვიქნები კომენტატორი შენი ხმა არ გავიგო აი ცრუ მოძრაობა ერთი მიიღო ხუთი სტარტა გო ეს კიდე ერთი არა კი ლაშა Yuzas arraqi. მწყალი გადმოგეცხა ხო? თითქმის. აბა ვინ არის მოგვიყევი, ოღონდ არაფერი არ გამოტოვო. მოკლედ ჩვენ UNG-ს აქვს ახალი ოფისი. ხო, ახალი ოფისი. ხო და ეგ ავტოსადგომი ხო არის და ერთ დღესაც ვაყენებ ჩემ ახალ მანქანას. ხო და ვაიმე, აი არც ვიცი, საიდან უცებ გამოვიდა ვიღაცა კაცი. და დამიწყო ამ კაცმა ჩხუბი, რომ ესე ჩემი ადგილიაო, აქო ნუ ჩარდება და აი მართლა მეჩხუბება, გესმის და მევთხე რომ ვაიმე ბატონო თქო და რა ბატონო გადააყენე მანქანა გოგო, გესმის? ხოდა იცი აი ავხელდი რაღაცნაირად და ვაიმე არა და იცი რა კარგად ყავდა გაჩერებული აი სუსტად აი შუაში აქეთაც ნუ მოკლედ როგორც არის ხოდა ახლა რა ხდება რომ იქით აი მოპირდაპირე მხარეს შორი ახლოს ბიჭები იდგნენ რა ნუ ბირჟეობენ ხოლმე რა ვიცი რა შვებიან ეთქობა ამ ჩვენ ხმაურზე ამ ბიჭებმა მოგაქციეს ყურადღება და უცებ მესმის იქიდან რომ ერთი აქეთ მოიწია ბიძაჩვენო ხო და ეს ბიძა მათიც ნუ მიწია ამათკენ ხო და ნუ ხა მე ვდგავარ ვერც მიდივარ ახლა რა უქნა ვერტები ხო ველოდები რა იქნება და მე უცებ ეს კაცი გამობრუნდა და აი ნუ სხვა კაცი მოდის გაღიმებული ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშო სულ აქ გააჩერე მანქანა გოგონიო გოგო აღარ თქვი ხო აჰა გასაგები ხო და მოკლედ გოგოებო არის მე ნუ ხეჩვათვალა ჩემი ადგილი და იქ ვაჩერებ ამის მერე და რომ მივდივარ ამ პარკინგთან ყოველ ჯერზე ხდება თაიგული ხოდები გოგო კეთევანი ხოჩოხში მე რა ხოდები არც ვიცი ვინ არის კეთ გამიხარდა და რა ვიცი ფიქრე ხოვდება არა ანანო გამარჯობა ლაშა რა ხდება რა სეძებ მითხარი მე მოგაძებლინებ რა სეძებ არა აიყოს აი მითხარი რა იყოს მე მოგაძებლინებ არა იმას ვეძებ აი რას რა სეძებ რას და ისა იმას რა
წნევის აპარატს. რაში გჭირდება წნევის აპარატი? რაში მჭირდება და ირაკლის უნდა გაუზომო წნევა მეტყობა მაღალი აქვს ჩასხლიანებული აქვს თვალები. ირაკლის არ აქვს ხა წნევის აპარატი დავიჯერო? წნევის აპარატის მეტი რა აქვს ირაკლის, მაგრამ რო ვეუბნები რომ მომეც წნევის აპარატი გაგიზომო მეტ წნევას ასე იღურება გიგი. აბა გახდა და გააყოლა ჭკუა. რა ხალხო რაღაცა მოვიფიქროთ რა და მე ხარ უყურებ ირაკლის ესეც რა. შენ როდის უყურებ ირაკლის? მე თამარ გამოთქმა ესეთ. ნუ გამოთქვა მერე. სადეძებ ამ წნევის აპარატს ქვევით არის, ქვევით სადეძებ. არა, აგერ არის, ვიპოვე. წნევის აპარატი არ არის ეს, აბარა. წნევის აპარატია, ვიპოვე ეს წნევის აპარატი და ეხლა წნევის აპარატის თუ ვიპოვიდი რა, ვერ წაუღებ ირაკლის, რას ვერ ვიზამ. გაუცებ გაუზომავ წნევას და ჩამოვიტან მე ისევ ამ წნევის აპარატს. არ ვიცი მოკლედ. აკლიავსაც გავაყოლებ უხდება ცოტა. როზე უკან შევარიგოთ ირაკი და მარიკა, თორე დაიღალა ჩემი ქმარი წინ დაუკა სირბილით. აბარა დავიტანჯე კაცი რა. დიდი გაუზომეთ. მოდი ახლა ჯერ ეს არაყი ჩავიბაროთ, იუზას არაყი, ამოიტანა ბიჭმა. აბა აგარი კაცი იყო რა. ჯიგარი კაცი იყო. ჯიგარი ხარ იუზავიძია. წავიდა. კლიავ ჯაყოლებ, კლიავ. აჰა. ეს ერთი. აბა ეხლა შენ ჩამაბარე წაგებული, მიდი. დღეს ირაკლი ჩხეიძუნა დავათრო რა. დღეს ირაკლი ჩხეიძუნა დავათრო რა. ხოჭა, კარგია, ბაბუაშენის პაროდიაც ჩაბარებულია, ძმაო. ჩამოდი, აბა შემდეგი ვინ არის? სანდრო. მოდი, აბა მოდი, ხე შენ ჩააბარე რაც მოგიგეს სტრაფად. მოდი. მიდი ჩემი პუტკუნა ბიჭი. არ მოგბედა. აი, გოგოლი რო გაუვიდა. მიდი. მეც კიდე კაცო, როგორ არც ეს პოჩი არ ვივარგე რა. მიდი. წააგო ჩააბარა, ლაშა ეგრეა, ძმაო. მიდი. იუდა. კარგია. ირა რო არ გეზარებათ რა. რა მაგარია. ეხლა რაზე ვითამაშოთ? კარგი რა. კარგი ხარ, აღა ვითამაშოთ, ეხლა ამდენი ვითამაშეთ რა, დავიშალოთ რა. კარგი რა ირაკლი ბიძე, აკვტეხეთ და ეხლა დავიშალო. ეგ ირაკლი ბიძე, მე აქტეხეთ, მე აქტეხეთ. კარგით რა ხალხო რა. ვცდილობ განა არ ვცდილობ რომ ცოტა აი თქვენ თვითონ ვერ ხედავთ. ვცდილობ ხო რომ გავხიარულდე, აკვეთ მეც გავერთო თქვენთან ერთად რაღაც, მაგრამ რა ვქნა მეფიქრება ამ მარიკაზე და შემჭამეთ რა. კარგი რა ირაკლი რა, მართლა და მართლა რა, ამდენს წვალობთ ხო, ეს კიდე მარიკაზე ფიქრობს, ეხლა გაუკეთე სიკეთე ამისთანაც, კაცო, აი აქ. ირაკლი მისმინე. ჩვენ მაშინ დავიშლები, როცა შენ დადგები აი ამ წაგებული სკამზე და იტყვი თუ რა მოხდა იქ შორეულ ეგვიპტეში ლიდიას. ლიდიას რა მოხდა? ლიდიას რა შორეულ ეგვიპტეში რა მოხდა? შენ კიდე როგორ არ მოგბეს და ლაშა მართლა დამაწყვიტე მთელი დღეა ნერვები რა. არაფერი მომხდარა ხალხო და რა მოუყვე მითხარი მოვიგონო კაცო, არაფერი მომხდარა. შენც კიდე მოყევნის და შეიძლებოდა თავისუფლად მომხდარიყო კაცო. კარგი. შემჭამე უკვე. კარგი. ვითამაშოთ. თუ მოვიგე ვიშლებით. და თუ წააგე? თუ წააგო რა დადგება ამ სკამზე და იტყვი იქ შორეულ ეგვიპტეში ლიდიასთან მოსახდენი მოხდა. იტყვი. კარგი. ხო და მიმიშვი ხა შე. ვიტყვი. მოდი. ნელა, ეს შენია. კაი, ვიტყვი. გოლ! რა გოლ ბიჭო მე გავიტანე. ხო ვიცი მე შენსკენ ვარ ირაკლი რა გწევს. შეგაცო რა. გამოდი რა აქეთ, გამოდი მე ვითამაშებ კი არა და მოდი აქ შენ ეთამაშე გოგი რა. გოგი მოუგე რა. გოგი. მიდი გოგი. ერთი წუთი ჩუმად იყავი. ხო რა. პარტიიდან მირეკავენ კაცო. რა შევჭამე შენ. ალო. ხო სერგო, ხო. კაცო ხო გითხარი არ მცალია თქვა რა ვერ მოვალ. ნუ რა საქმეა ეხა ეგეთი გადაუდებელი რომ ვერ გადადო. სერგო, მომისმინე, ამხელა პარტიაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ, კაცო. ის მაინც არ გაგიგია, თუ ლიდერი არ მიდის პარტიაში, მაშინ პარტია როგორ? აბა როგორ არის? თარა ის კიდე კაცო, რეკა ნონამ. დილით ველაპარაკე ირაკლისო. ძალიან ცუდად ვარო. იმის მერე ვურეკავ და ტელეფონს არ იღებსო და
გონი მართლა ცუდადაა. აიმე დედა. გილიდან მყებთ ორი ამხელა ქალი. ცუდად არის აბარა არის. და მესამე მე. მარიკა მომისმინე ახლა. დიდი გოგო ხარ მარიკა, ჭკვიანი ადამიანი ხარ, უნდა დაგიჯერო. ჟანდაბასის ბულგარელი ქალი მარიკა, დღესვე დაელაპარაკე შენს ქმარს. დღესვე. ქეთევან. შენ და ლაშა რო დაშორდით. მე მოვედი და რამე გითხარი? ისე მართლა ერთი არ უნდა მოსულიყავი. ერთი რამე არ უნდა გეთქვა, არ უნდა დაგერიგებინა ჩვენთვის, ა? მართლა ასე ცუდადაა? ძალიან ცუდად არის. უნდა ახვიდე და დაელაპარაკო მარიკა. მე მარიკა მე გვიან არ იყოს. აჰა, გამოთქვა ამან კიდევ. მარიკა მომისმინე, აი გააფრთხილებ, იცოდე, ჩამოვლე შენი გოგოები, დაელაპარაკებიან ირაკლის და დაუჯერებენ მამამის და შენ დარჩები ესე მარტო. აი ესე ივლი იბეულად. მე მარიკა, იცი ახლა მე რა ვიფიქრე, ფიქრის დროა, გოგო, ახლა კაცი გვიკვდება ზემოთ. გოგო, კაცი ცუდად არის, წდება აწუხებს, გული ყველაფერი. კარგით, ხო? რახან ასე განიცდის და ასე ცუდადა, მე ავალ და დაველაპარაკე. მაგრამ ჭკვიანი ადამიანი. ნახოთ ერთი რას მეტყვის. კარგი გოგო, იცოდეთ, რომ მე მხოლოდ ბავშვების ხარჯს ვაკეთებ. ბავშვები არიან, კარგი მეთქი ნახურები. ერთი გოლიც გაუტანე, ერთი გოლიც გაუტანე და მე დადგება ეს ირაკლის კამზე და ლიდია! ეხლავე ლაშა, ეხლავე, მოიცა, ეხლა. ესე გოგი, იმ კვირაში ვაპირებ რომ პრემიები დავარიგო კლინიკაში და რა ვიცი. ლა. პრემიები უნდა. მიდი კაცო, რა მიდი. გო! რა? ჟენკარში გაიტანე. რა ირაკლი მიწია რა? აბა? რა მოხდაო ეგვიპტეში რა მოხდაო? აბა როგორ იქნა? მართლა პატარა ბავშვები ხო არა? აბა მარჯვენას ადი იქ რას მაკეთებინებთ ამხელადად? რა არის ეს რა ძალადობაა, რა უბედურებაა, კაცო? ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა? რა? აი ხდება ფარდა. რას და აი ამ ისტორიას. ამ ისტორიას ხო? კი ბატონო, აი ხდება ფარდა და მოეფინება სიმართლე, ხო? არაფერი მომხდარა, მოეფინა? ეხლა აი ხა დაფარდა, არ მომხდარა არაფერი. მომისმენი ერთი წუთით მომისმენი. ეხლა მე როგორც პოლიტიკოსი ხო იცი დამეჯერება, გამოცდილება მაქვს მაგაში. მედი აბა მასაზე იმუშავე. ხალხს სჭირდება კარგად შეფუთული ტყუილი, მწარე სიმართლე კი არა. მიდი რა. აჰა. გამოუშვა თქვენ ხართ ეს მასა? თქვენზე ვიმუშაო და თქვენ გინდათ ეს შეფუთული? აჰა. სიმართლე გინდათ ისაზე გვია. ტყვილი. კი ბატონო, რა პრობლემაა? ვიტყვი იქ. ზა. იმ შორეულ ეგვიპტეში? ვისთან? ვიდი შენ გავიგე. გამატარე კაცო. გამარჯობა. ბატონი სანდრო აქ არის? კი, არის. სერგოა? გამარჯობა, ბატონი სანდრო. სერგო რა გახარ რა? აი თქვენ რომ მითხარით ბატონო სანდრო, თუ პარტიის ლიდერი ვერ მიდის პარტიასთან, მაშინ გამარჯობა. მე? თქვენ რა მართლა არ გახსოვთ დღეს რა დღეა ბატონო სანდრო? არაფერი მომხდარა. რა დღეა დღეს სერგო, ხო გაგხარ? ერთი წუთით. რა ლამაზი დღეა, რანაჩელისეა, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პარტია მახარაძე დემოკრატების დაბადების დღეა. გამოვშტები არ მახსოვდა რა. აი, ისო, ირა ნახე? ახლა გითხოთ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერს რომ სიტყვით მოგმართოს. კაი, ირა ჩამო. ამოდი, პოლიტიკური ლიდერი, პარტიის ლიდერი მეუბნება ჩამოდი. ვინ ხარ შენ რო არ მიშავე? ჯერ ჩააბარე წაგებული და მე ჩამოდი კი სადაც გინდა იქ წადი. ხო, მიდი ირაკლი აბა მიდი გადაცვა. ეხლა. დამალე ვერ თავსობ, ვა. დაგანებე. ერთხელ და სამუდამ. შეგეშები. ხო და ვიტყვი. ეხლა მომისმინე. აი ხდება ფარდა ყველაფერს ვიტყვი და ეს დავალებებს თავს. კი ბატონო. იქ ეს მომისმინეთ. იმ შორეულ ეგვიპტეში. დიახ, ერთი წუთი ვერავინ ვეღარ გამაჩერებს. მე ხა უნდა ავხადო ფარდა და მოვფინო ქართელი ყველაფერი. იმ შორეულ ეგვიპტეში ჩემს და იმ ბულგარელ ქალ იდეას შორის მოსახდენი მოხდა! აი ეს მოხდა!
საბეგის კრაკმენ ვაიმე, ესე იგი ჩვენი მარიკა იმდენი ხანი არ ჩამოვიდა, რომ ესე იგი შერიგდნენ. ესე იგი კიდევ ერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ ქეთო. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ვაიმე, ეს რაღაც აღარ მინდა. ერთი ბოთლი იუზას არაყი მაქვს დარჩენილი, მაგარი არაყი და ეხლავე მოვიტან. მეც დავლევეთ. ვიქეიფოთ დილამდე. მიდი. ხოიცა, ვაიმე. ვაიმე, საცა. ვაიმე, ეს რა არის? რა არის? გოგო, ეს რა არის? ვაიმე, მოვკლავ ლაშას. ერთი ბოთლი არაყი, ეს რა არის, გოგო? არა. ვაიმე, მიშვალე, აკეთე, გადაგარი. ხო, მამაზე ბასიბუსები. მეც ძალიან მომენატრეთ, მამა. აი აღარ შემიძლია მამა უკვე ისე მომენატრეთ. ერთი სული მაგ როდის ჩამოხვალთ, მამიკო. დედიკოსაც ძალიან მოენატრეთ. რა მამა? დედიკო დაგალაპარაკოთ? ეხლავე. უიმე მამა, გავიდა დედი. გავიდა, ეს წამია გავიდა სახლიდან მამა რა. ხო, ცოტა ადრე გეთქვათ მამა, დაგალაპარაკებდით დედიკოს ისე ენატრებით, ხო? საწავიდა მამა და ბებია რაღაც ვერ არის კარგად და იქაც. ხო. რა? ბებიას ელაპარაკეთ და იცინოდა? ხო და მამა, ეგ ხო ვერ არის კარგი. და მაგიტო იცინოდა. ხო მამა, ხო. კარგი. კარგი. თუ გავძლებ რა ვქნა კიდე რამდენიმე დღე უთქვენოთ მე და დედიკო გავძლებ და მერე ჩამოხვალ მამა და ჩემთან იქნებით გენაცვალი. გაკოცეთ ბევრი, ძალიან ბევრი მამა. ხო, კარგი, ჭკვიანად. კაი გენაცვალი. კაი. მე დავრჩი. შვინარი. ქალბატონი ნონა, ამ ქალმა ხო შემჭამა რა. ირაკლი, ვინ დავნიშნოთ მეორე განყოფილების უფროსად? რურუა თუ იშხნელი? ალბათ რურუა ან იშხნელი ეს ვინ არის? მოდი, კარგია, აი ეს არ მოაყირავე. ბიჭო, ამოაყირავე რა. შეყვაუს. რომ დაყუდებულ ხარ, გაინძელი მოგეხმარე. რა მომითრიეთ ეს ახლა რა? რა მოიფიქრეთ? რა ნოუკამპი ამიშენეთ აქ რა არის? გარი ირაკლი და გეტყვი ხა დედაჩემა უყიდა ბავშვებს რა. და აღარ მეცადინეობენ და წამოვიღე ეს რომ მეთქი მოვაცილე ბავშვებს მეთქი და ჩემთან წამოვიღებ თქო, მაგრამ ჩემთან სახლში არ ეტევა და ამოვიტანე შენთან იდოს რა. ცოლი შენ არ ყავს და არაფერი. გაგიგია, ორი კურდღლის მადევარი თუ კარგად ირბეს, ორივეს დაიჭერსო. ეხლა თქვენ მე მომისმინეთ კარგად? კარგად მომისმინეთ რა. თქვენ ეტყობა ეხლა რაღაც ამაიმუნებულები ხართ. ხო, დია, ხო, რაღაც 300 ხართ მოსული და გასართობად და მე არც მე გართობება, არც მე მაიმუნება და არც მე მასხრება. იმიტომ რომ ცუდად ვარ მე, გასაგებია, ნერვიულობ, ცუდად ვარ და დამანებეთ თავი. კაი, მართლა კი არა, ირაკლი. შენთვის ამოვიტანენ, გამოდი ითამაშე, გაერთობი, რა ვიცი, გეხუმდე. ბიჭო, ქართული იცი? გესმის ქართული? გესმის, როგორ გავერთო, ცუდად ვარ მეთქი, რანაირად გავერთო? კაი, ირაკლი, რა პრობლემაა? ჩვენ ვითამაშებთ, შენ გვიმსაჯი და გაერთობი. ეგეც არ ვარიანტი არის. ბიჭო, ჩემი ნერვების დასაგლეჯად მოხვედი, შენ გამაგებინე, ჰა? რა გინდა გამაგებინე, ბიჭო, ცუდად ვარ თქო, გეუნებით, ხალხო, ცუდად. საერთოდ კლინიკაში სამსახურში მივდივარ მე. რა? სამსახურში მივდივარ. სანდრო მოგიდე ხელი კლინიკაში მიგვაქვს. წავიდე თუ კლინიკაში ისე გავიდე. კარგი ხო? აღარ მივდივარ სამსახურში, დამირეკეს არ მოხვიდება. ერთი წუთი. ოხ, ნონა რა. ირაკლი, სინჯიკაშვილი, გავწეროთ თუ პალატაში გადავიყვანოთ. გავწეროთ. ან პალატაში გადავიყვანოთ. ან კითხეთ მეორე განყოფილების უფროსს რურუას ან იშხნელს, რომელსაც დანიშნავთ იმას. ნო. სად არიან ბავშვები? აიმე, ჩემი სიცოცხლეები სკოლაში არიან და ლაშა სადღაც დაბოდიალობს. დეიდა სიხარულები როგორ დიდი ბიჭები არიან უკვე. აიმე. დედა ენაცვალოთ, ვაიმე ვგიჟდები, ისეთი საყვარლები არიან და იმ ხელები არიან, უკვე ვგიჟდები, აი, ხვალაზექს უკვე ცოლებს მომიყვანენ სახლში. ვაიმე, კეთო როგორი მოსიყვარულე დედამთილი იქნები და
ხედავ ვინ მარიკა იქნება თამრი, როგორც მოვილაპარაკეთ ირაკლი. სულად არის წნება მაუწია, პულსი აღარ ესიჯება, კვდება, ჩაწოლილია, წუთები დათვლილი აქვს. მარიკა, ერთი წამით მაცადეთ. მარიკა, რა, მოდი ერთი წუთი რა. ჯერ ეს ერთი გამარჯობა და მეორე რა ხდება მარიკა? თქვენ თუ ეხლა სადმე აქ ირაკლი ყავთ ისევ მე ჯობია პირდაპირ წავალ. მარიკა ირაკლი აქ რომც იყოს ისეთი დაპატარავებულია და ჩამომდნარი ვერცი ხოვი. ზე აქ არის. არა, გეფიცები, ეხლა დაგვიჯერე დამშვიდი, დაჯექი, დაგველაპარაკე, გასისულელი. დაჯექი. როგორ უნდა დავმშვიდე აბა? ერთ კვირაში ჩამოდიან ბავშვები. მამას ბასიბუსები. ხო, და აი როგორ უნდა უთხრა რომ იმ ჩამომდნარი შვილებს. ხო, აი რო გაიგებენ რომ მე და ირაკლის ესე დაგვემართა, გაგიჟდებიან ბავშვები. გამწლიკული სიხარულები. მარიკა, მოდი რა მოусმინე და ელაპარაკე, იქნებ შერიგდეთ რა, აჰა. ჩვენ ხა ბავშვებზე ხო საუბრობდით. ხო, როგორ მაპარებთ ხოლმე ამ ირაკლის გავგიჟდი. ვაიმე, რა უნდა გოგო მაგის შემოპარებას, ისეთი გალეულია რაღაცნაირი შეცვლი დაპატარავებული, ვეჩვენ ვერ ხედავ. ვაიმე, ერთი აქედან მეორე, აქედან გავგიჟდი. ეს იმიტომ მარიკა რომ ერთ ყურში რო შევუშვებ მეორედან არ უნდა გამოუშვა. ხო, მარიკა, მოდი რა გვითხრი სიმართლე. ოდნავ მაინც არ გადაგიარა წყენა. კეთებანი ცირა. ხო, გადამივლის ხოლმე. მაგრამ რომ მახსენდება მე ეს გოგო, გესმის? ხოდიცი აი ავხელდი რაღაცნაირად და ვაიმე, არა და იცი რა კარგად ყავდა გაჩერებული, აი ზუსტად აი შუაში აქეთაც. მოკლედ როგორც არის. ხო და ახლა რა ხდება? რომ იქით აი მოპირდაპირე მხარეს შორი ახლოს ბიჭები იდგნენ რა, ნუ ბირჟაობენ ხოლმე თუ რა ვიცი, აშვებიან და ეთქობა ამ ჩვენ ხმაურზე ამ ბიჭებმა მოგვაქციეს ყურადღება და უცებ ხო მესმის იქიდან რომ ერთი აქეთ მოიწია ბიძაჩვენო. ხო და ეს ბიძა მათიც ნუ მიწია ამათგან. ხო და ნუ ხა მე ვდგავარ ვერც მიდივარ ახლა რა უქნა ვერ ვხდები. ხო. ველოდები რა იქნება და მე უცებ ეს კაცი გამობრუნდა და აი ნუ სხვა კაცი მოდის გაღიმებული. ვაიმე ძალიან დიდი ბოდიშო სულ აქ გააჩერე მანქანა გოგონიო. გოგო აღარ თქვა. ხო. აჰა. გასაგები. ხო და მოკლედ გოგო. არის მე ნუ ხეჩოთვალარ ჩემი ადგილი და იქ ვაჩერებ ამის მერე და რომ მივდივარ ამ პარკინგთან ყოველ ჯერზე ხდება თაიგული. ხოდები გოგო. კეთევანი. ოჩახში. მე რა ხოდები არც ვიცი ვინ არის კეთ. გამიხარდა და რა ვიცი ფიქრე? ხოვდება. არა. ო, ანანო, გამარჯობა. გამარჯობა, ლაშა. რა ხდება, რა სეძებ? მითხარი მე მოგაძევლინებ, რა სეძებ? არა, აიყოს აი. მითხარი რა იყოს, მე მოგაძევლინებ. არა, იმას ვეძებ, აი. რას, რა სეძებ? რას და ისა. იმას რა. წნევის აპარატი. რაში მჭირდება წნევის აპარატი? რაში მჭირდება და ირაკლის უნდა გაუზომო წნევა, მეტყობა მაღალი აქვს, ჩასისხლიანებული აქვს თვალები. ირაკლის არა აქვს ხა წნევის აპარატი, დავიჯერო? წნევის აპარატის მეტი რა აქვს ირაკლის, მაგრამ რო ვეუბნები რომ მომეც წნევის აპარატი გაგიზომო მეტ წნევას. აბა. გახდა და გააყოლაჭკუა. რა ხახო რაღაცა მოვიფიქროთ რა და ვეღარ უყურებ ირაკლის ესეც რა. შენოდის უყურებ ირაკლის. მე თამარ გამოთქმა ესეთ. ნუ გამოთქვა მერე. რა სადეძებ ამ წნევის აპარატს? ქვევით არის, ქვევით სადეძებ? არა, აგერ არის, ვიპოვე. წნევის აპარატი არ არის ეს, აბარა. წნევის აპარატია, ვიპოვე ეს წნევის აპარატი და ეხლა წნევის აპარატის თუ ვიპოვიდი რა, ვერ წაუღებ ირაკლის, რა, რას ვერ ვიზამ. ხო, გაუცებ გაუზომავ წნევას და ჩამოვიტან მე ისევ ამ წნევის აპარატს. არ ვიცი მოკლედ რა. კლიავსაც გავაყოლებ უხდება ცოტა. ოსე უკან შევარიდო ირაკი და მარიკა, თორე დაიღალა ჩემი ქმარი წინ და უკან სირბილით. აბარა, დავიტანჯე კაცი რა. დიდი გაუზომეთ. მოდი ახლა ჯერ ეს არაყი ჩავიბაროთ. იუზას არაყი ამოიტანა ბიჭმა. აბა
აგარი კაცი იყო რა. ჯიგარი კაცი იყო. ჯიგარი ხარ იუზავიძია. წავიდა. გლეო ჯაყოლებ, გლეო. აჰა. ეს ერთი. აბა. ეხლა შენ ჩამაბარე წაგებული, მიდი. დღეს ირაკლი ჩხეიძენა დავათრო რა. დღეს ირაკლი ჩხეიძენა დავათრო რა. ხოჩა, კარგია, ბაბუაშენის პაროდიაც ჩაბარებულია ძმაო. ჩამოდი. ჩამოდი, აბა შემდეგი ვინ არის? სანდრო. მოდი, აბა მოდი, ხე შენ ჩააბარე რაც მოგიგე სწრაფად. მოდი. მიდი ჩემი პუტკუნა ბიჭი. არ მოგბეჭდა. აი, გოგოლი რო გავუვიდა. ახლა, მიდი. მეც კიდე კაცო, როგორ არც ერთ პოჩი არ ვივარგე რა. მიდი. წააგო ჩააბარა, ლაშა ეგრეა ძმაო. მიდი. იუდა. კარგია. ირა რო არ გეძარებათ რა. ოღ რა მაგარია. ეხლა რაზე ვითამაშოთ? კარგი რა. კარგი ხარ, აღა ვითამაშოთ, ეხლა ამდენი ვითამაშეთ რა, დავიშალოთ რა. კარგი რა ირაკლი ბიძე, აკვტეხეთ და ეხლა დავიშალო. ირაკლი ბიძე, მე აქტეხეთ, მე აქტეხეთ. კარგით რა ხალხო რა. ვცდილობ განა არ ვცდილობ რომ ცოტა აი თქვენ თვითონ ვერ ხედავთ. ვცდილობ ხო რომ გავხიარულდე, აკვეთ მეც გავერთო თქვენთან ერთად რაღაც, მაგრამ რა ვქნა მეფიქრება ამ მარიკაზე და ჰა შემჭამეთ რა. კარგი რა ირაკლი რა, მართლა და მართლა რა, ამდენს წვალობთ ხო ეს კიდე მარიკაზე ფიქრობს, ეხლა გაუკეთე სიკეთე ამისთანაც, კაცო, აი აქ. ირაკლი რომ ისმინე. ჩვენ მაშინ დავიშლები, როცა შენ დადგები აი ამ წაგებული სკამზე და იტყვი თუ რა მოხდა იქ შორეულ ეგვიპტეში ლიდიას. ეს რა მოხდა რა ლიდიას რა შორეულ ეგვიპტეში რა მოხდა. შე კიდე როგორ არ მოგბეს და ლაშა მართლა დამაწყვიტე მთელი დღეა ნერვები რა. არაფერი მომხდარა ხალხო და რა მოუყვე მითხარი მოვიგონო კაცო არაფერი მომხდარა. შენც კიდე მოყები ის და შეიძლებოდა თავისუფლად მომხდარიყო კაცო. კარგი. შემჭამი უკვე. კარგი. ვითამაშოთ. თუ მოვიგე ვიშლებით. და თუ წააგე? თუ წააგო რა დადგება ამ სკამზე და იტყვი იქ შორეულ ეგვიპტეში ლიდიასთან მოსახდენი მოხდა. იტყვი. კარგი. ხო და მიმიშვი ახლა შენ. მოდი. ეს შენია. კაი, წავედი, ვიდი. ასართობს. თუნდაც ამას წავიყარე რა, ეს რა არის, რა ცხენა? ჯორ. ო, ჯორ. წავედი. არა. მაშინ რამის მოვიფიქრებ. და წავა. კარგად მოდო. რა, ჯერ თქვენი ვარჯიშეთ და მე მეთამაშეთ ბავშვებო. ისე რა ბედია კამსანდროს, რაც ითამაშა ყველა ხელი მოიგო რა. მომისმინე ირაკლი, ბედი კი არა, ცოტა ტვინი უნდა დააყოლო და მოიგე რა. მოდი ახლა ირაკლი მე და შენ ვითამაშოთ. ხო, რაღაც აზრი მივცეთ თამაშს რა აზრი უნდა მივცეთ? რა აზრი უნდა მივცეთ? რა და აი გეტყვი ახლა რა აზრიც უნდა მივცეთ ირაკლი. აი მაგალითად, თუ წააგებ შენ, მოყვები იქ ეგვიპტეში რა მოხდა შენ და ლიდიაში. რაც უნდა მაგას თამაში და წაგება. ჩაგაბარებ ისე პირდაპირ წინასწარ, არაფერი მომხდარა. არ ვიცი რომ არაფერი მომხდარა. რა შენ? დიახ. ირაკლი ჩხეიძე თავს ნუ იკატუნებ და უპასუხე იმაზე, რასაც გეუბნები. მე არ მაინტერესებს იქ რა სიმართლე იყო, რა არის სიმართლე, ტყუილი არ მაინტერესებს. მოყევი ის, რისი გაგონებაც მინდა მე. კარგი. კარგი. თუ წავაგე მე, გეტყვი იმას, რაც შენ გინდა. და შენ თუ წააგებ, ის ერთი ბოთლი რო გაქვს გადამალული, იუზას არაკი. თუ არ უნდა მაგას, ამოიტანი მარახს. მოსულა? რო გავხსნა მე წლის თავამდე რო გავხსნა, გაგიჟდებიან ქეთევანი და თამარი. და ლიდია? კი ბატონო იყოს იმარახზე. იყოს იმარახზე. კი ბატონო დავიწყეთ. ერთი წუთი, მოიცა ხა თქვენ რო თამაშობთ და მე უნდა გიყუროთ? რა უნდა გიყუროთ? ჰა? შენ მოდი იცი რა ქერი სანდრო. შენ იყავი ისა კომენტატორი. კარგი, ვიკლემ კომენტატორი. კარგად მოდი. ერთი წუთი მოიჩქარებ. მაშასე იწყება არაჩვეულებრივი მატჩი, ერთმანეთს ეთამაშებიან ერთგზის ცოლის ფლობელი ირაკლი ჩხეიძე და ხუთგზის ცოლის ფლობელი ლაშა ტორონჯაძე. აბა, ჰაჯიმე, ბოქს, წავიდა. დაიცეთ ესიერად. კარგია, შეტევაზეა ირაკლი ჩხეიძე, აშკარად ეთყობა რომ წინა სამატჩო შეკრება გავლილი ეგვიპტეში, სპარინგ პარტნიორიც კარგი ყავდა შერჩეული ბულგარელი.
წადიხთ. მიდი, შენთვის ილაპარაკე, შენთვის. გულში ილაპარაკე. კარგი პარტნიორი იყო ევიტალი შარჩელი. გულშიო. გოლ! ირაკლი წეზე. ხედა როგორ კარგი ხასიათზე მოვიდა. აღარ გახსოვს ხო მარიკა? კარგი რა სანდრო რა. კარგი რა. სანდრო. ერთი წუთით ლაშა, ერთი წუთით სიტყვა არ დაგავიწყდეს შენ გაიხსენე. პარტიიდან მირეკავი. ალო. ხო სერგო, ხო. გისმენ. არა, ეხლა გამორიცხული არ ვცალია. არა, ნუ რა არის ხა ისეთი საქმე რომ ტელეფონში ვერ უნდა მითხრა კაცო. აუ, მითხარი რა. აუ, ვიდით ხო, მითხარი რა. ხო, კარგი მე დამირეკე. გასავთ? ვინ აგებსო თამაშსო? ვინ უნდა მოყვესო რაღაცებიო, რისი იმედი გაქვს? ერთი ძალიან მაინტერესებს შენი მოთამაშეები შენაირად დადანდალებენ. ეს ძმებო თქვენ არ შეწუხდეთ, მე გავაკეთე. აი, კაცო. გოგი, როგორ ახლა? გამარჯობათ. აი, ირაკლი ბიზია. დარცი მოვიტანე. ბაბუოჩიმა მითხრა ძალიან მაგრა ერთობა ირაკლი დარცით. ერთობა. აი, ეგრეთ ვიფიქრე და ყოველი შემთხვევაში კალათბურთის ფარით წამოვიღე. აგრასტება. აუ, აქ ისეთი თამაში მიდის, გოგი, დედა კი არა, არავინ არ აიყვან შვილს ხელში. აი, ერთი გოლიც დარჩა, ერთი გოლიც და თუ წააგო ირაკლი. მოყვება რა მოხდა იქ ეგვიპტეში ლიდიასთან. შენვისკენ ახარ გოგი? რა თქმა უნდა ირაკლი ბიძიასკენ. ოჩა გოგი, ეს მოიცა? აი, ასე, ეხლა ნახე, წავიდა. სანდრო, მე თვითონ ვიქნები კომენტატორი, შენი ხმა არ გავიგო. აი, სრულ მოძრაობა ერთი მიიღო. გუნდი, სტარტა! გოლ! ეს კიდე ერთი. არა. კი, ლაშა. Yuzas arraqi. მწყალი გადმოგეცხა ხო? თითქმის. აბა ვინ არის მოგვიყევი, ოღონდ არაფერი არ გამოტოვო. მოკლედ ჩვენ UNG-ს აქვს ახალი ოფისი. ხო, ახალი ოფისი. ხო და ეგ ავტოსადგომი ხო არის და ერთ დღესაც ვაყენებ ჩემ ახალ მანქანას. ხო და ვაიმე, აი არც ვიცი, საიდან უცებ გამოვიდა ვიღაცა კაცი. და დამიწყო ამ კაცმა ჩხუბი, რომ ესო ჩემი ადგილია ვაქო, ნუ ჩერდება და აი მართლა მეჩხუბება, გესმის და მეუთხე რომ ვაიმე ბატონო თქო და რა ბატონო გადააყენე მანქანა. გარელი, აი ფიქრობ ხოლმე, ლამისა აფეთქდე. კაი, რისი ამფეთქებელი ხარ შენ, აფეთქდე. მარიკა, ეხლა უნდა გითხრა სიმართლე. იცი ირაკლი რა ცუდად არის? სხვა ესე ცოტა ხნის წინ ვიყავი ასული და წამოწოლილა. ხელები ესე დაუცხვია და რომ დავინახე ისე შემეშინდა გული გემისქით. გამოვარდი და ზემოთ ვეღარ ავდივარ. ვერ ვაპატიებ, მე თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რაც მოხდა, ქეთევან. ხო და თუ ვერ დახუჭავი არე დაჭყეტილმა. და უქმრო. თავი არ გაქცევ. მე აღარ მინდა ეხლა მაგ თემაზე საუბარი ძალიან გთხოვთ რა. პატარა პუცკუნა ბიჭი, ორი ხო არ გაგიტანეს? რა მიტანეს რა, გაგატანინე, თორე რა, ეხლა ეს გაგატანინე. როგორ მუშაობს ის არის? აი ესე, მე კარ ესე, ხო? ხო, ირა, გეხვეწები რა, მე მოდი რა, შენ უნდა გეთამაშო, აუ, აი ისე გაგამწარებ, მარიკას წასვლა 64-ად მოგეჩვენება რა. გადაგარქის მეკეთებ გადიმბედა. მართლა, ცუდად ვარ მეთქი, კაცო. ამგონამ ხო შემჭამა რა. დროზე მოდი და ერთად ვიჩერჩეთოთ. ირაკლი ბოლო SMS-ი წაშალე. სულ გაგიჟდა ეს ხალი და მეც გამაგიჟა რა. ითולה თამაშგარე იყო. რა იყო? ირაკლი ხო არ იყო თამაშგარე? მოდი რა გეხო. არ იყო არა. აგე? არ იყო. ირაკლი მოდი რა ითამაშო, თოს გამხიარულდები, ჰა? ხო, ირა, მოდი რა, ეხლა ვითომ წარმოიდგინე რომ მარიკასთან არ გიჭხუბია. გადაირა წარმოვიდგინე.
რანაირად წარმოვიდგინე ორი ღამე არ ბძინებია მაგაზე ვფიქრობს როგორ წარმოვიდე ეხა მართლა კარგი რა ამ ხელა პროფესორი კაცი ხარ კაცო ელემენტარული ფანტაზიის უნარი როგორ არ გაგაჩნია კარგი დაანებე თავი იმას მაინც ვერ დაინახავს ბარსელონას როგორ ანადგურებს რეალი ხო აი მართალი ხარ რამდენია 7-ით 0 6-ით 2 ბურთი არის თუ ვინ არის ბარსელონა მე და შენი გებ მე ვიგებ დარწმა როგორ არის ასე გაიწელოს კაცგებ აი დაატრიალე პირა ეს რა არის ეგ მე კარ ხანაობს აჰა ისე გწვენოდეს რა გწვენოდეს ჯერ იუზას წლის თავი არ ყოფილა და შავი სამკლაურის გარეშე თამაშობ სამაგერად შავები თამაშობს კარგი აი ახლა ნახოთ სად არის რეალის მოსაგები გოლ პროფესორ ჯობია შენ მოყევი როგორ ახარ გოგო რა ვიცი არაფერი განსაკუთრებული მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ მარიკა უზომოდ შეყვარებული რა ვიცი არაფერი განსაკუთრებული როგორი კარგი ბიჭია ლერი წინვალე და როგორ ეტყობა რომ აი სიგიჟემდე უყვარ ხარ ამე რა მეყვარები ხო აბა მითხარი ხა შენ ქორწილი როდის ხა მარიკა ჩვენ ხო ჩემი დიდი დიღმის ბინის გაყიდვას ვაპირებთ ქორწილისთვის რომ მე გადავიდეთ დიდ ბინაში უფრო შევიცვალოთ ხო და აი ხა ამ საქმეებში ვარ არაფერს არ მაკეთებინებს ყველაფერს თვითონ აკეთებს კლიენტებთან თვითონ გადის აი ყველაფერს ვგრძნობ რომ რაღაც სიურპრიზს მიკეთებს ავსო სიურპრიზები თავს მათამამებს აი როგორ მესმის შენი რო იცოდე ხო და თუ გესმის მე დაელაპარაკე იქნებ შერიგდეთ მარიკა თორე მე საწა მე კეთევან გამარჯობა კეთ როგორ ახარ კარგად ლე კეთევანი თაკუნა სად არის ლერი აქ ვარ აქ ახარ თაკუნა მე გულში გეძებთ მარიკა გამარჯობა მარიკა როგორ ახარ კარგად ლერი ნუ იტყვები გოგო ლერი ჩვენია გოგოები მაბატიეთ მე უნდა გავიდე თაკუნა რატომ მოვედი ახლა რატომ მოხვედი შენი ბინის გასაღები მჭირდება კლიენტი უნდა მივიყვანო კეთო მე მალე ხო მალე ნახონდის შეტყაო იუზა შინკინაცვარ სახედავ ჩემი თამარი რა ბედნიერია შინ გაიხარე იუზა მადლობა იუზა დიდი მადლობა იუზა შინ უი მარიკა ხარ რას იმებებთ ვინებებ ასე ვქოთ რას ვინებებთ და გვენებ იქნება რა ყავა ყავა და ამერიკანო თუ ესპრესო ესპრესო ამერიკანო ორი ყავა რა და ერთი ამერიკანო თუ ერთი ესპრესო თუ ორი ამერიკანო თუ ორი ესპრესო ორი ამერიკანო ესპრესო თუ ორი ამერიკანო ორი კარგით ეხლა ეი ხო ბიჭო რას დაიბენი დავიბენი არა ხო რა იყო ცუდი გოგოა ბიჭო მე კი არ უნდა გაწითილდე უნდა დაელაპარაკო შენ ხო ელაპარაკები იმ გოგოს რა ნუ ყოველ შემთხვევაში მიმყავს საქმე დალაპარაკებისკენ ყვავილებს უგზავნე და მე ყველაფერი იქნება ბიჭო მიხვდა ანეტა რომ მომწონს რა აბა რა აი ხა ნახე თუ მოვიდა და გითხრა აი თქვენი ყავაო ესე იგი უყვარხართ მიდი რა ბიჭო რამე ხო არ შეუყვეთო რომ მოვიდეს რა ფული არა გვაქვს კახუში მე ყვავილების ფულს ვერ მოვაკლებ ძმაო რა ხო იცი დღეს პარკინგზე უნდა დავახვედრო ბაზარია მაგრამ მე აღარ მივიტან ძმაო რატო
რატო და შენ იქით იმალები და ყველა მე მიყურებს მე. გაი, ხო, გაი. ისე რა მაგარი გოგოა რა. ამაგრად ცინის ბიჭო. ბაზარი არ არის. იცინის კი. მოდის დაელაპარაკე. აი, თქვენი ყავა. ცხელია? საღო. აჰა. მოვიდა მიუნჰაუზენი. ვი? ბიჭებო, გამარჯობა. 2 წუთით შემოვირბინე. აბა რა ხდება? ლერო თუ ლერუკა? დღეს რომელი ხარ? ლერუკა იყოს. ლერუკა? ხო იცი, ერთი კვირა გაქვს ფულის მოსატანად. თორე მე რაც მოხდება, ეგეც იცი. ბიჭებო, მე მუქრებით? ხო რა. მე მუქრებით. მომისმინე. მოკლედ ერთი კვირაა და მე თუ ჩაპო ჩამოვიდა და იქ ბაზრები აიწია, ჩვენ ვეღარ გიშველით რა. ხო გასაგებია. წავედით რა. ლერუკა, კიდე ერთხელ გიხსნა. გაიგო, წავედით. მოიცა რა, აუხსნი კიდე ერთხელ. გეჩქარება? ბიჭო, აბა არ გვეჩქარება. იმ ამბავზე არა ვარ წასასვლელი პარკინგზე ვყავ. ყავას ამბავზე. ო, ბაზარი არ არის. ბიჭებო, აი ეს სახლის გასაღებია. თქვენი გულისთვის ვყიდი რა. ხო და როდესმე რამე მithქვამს და არ გამიკეთებია? ვერე, აი შენიც. მადლობა. და რა შვები ისე როგორ ხარ? თამარი როგორ არის? და რა მინდა რო გთხოვო, იცი? იქნებ დაელაპარაკო რა იმ შენ ახლობელ პოლკოვნიკს. აი გეგის გადმოყვანაზე რომ მეუბნებოდი. აი თავდაცვის სამინისტროში რომ მუშაობს რაღაც მაღალ თანამდებობაზე. კი, თეო, არ არის პრობლემა. ეხლა ნატოს ამბებზეა ქვეყნიდან გასული. და რომ ჩამოვა, ყველაფერი კარგად იქნება. მე ძალიან დიდი მადლობა. შენ ვინ ახლობელი პოლკოვნიკი ყავს? მამა ჩემზე ებაზრება. ცხენო. რანაირი ცხენი მოუყვანია იმ ჩერჩეს. საიდ გაგაჭენო. არც ცხენია, არც ვირი. ალაზანი დიდია. ეს ალაზანი რა შუაშია. შიგბებერი კიდია. პური ვთხოვე არ მაჭამა. უი დედიკო, შენი ჭამის დროა. გამშვიდობისა ქალბატონონა. ვა, ნოდოს ვირი მოუყვანეთ? არ არის ეს ვირი. აბა რა, ცხენია? არა. აბა რა? ჯორცხენა. ჯორცხენა კარგია. ჩარტი ნოდო, ა? რა ბლუ ჩარტ. ქალბატონონა, როგორ გასდილა რა ნოდო, ა? აუ, სკოლაში მიდის უკვე. ეხლა როსტომაისთან არ უნდა იყოს ბავშვი? წესით ხო, მაგრამ ეხლა მომწერა. იმ ქალს წაუყვანია სადღაც. ვეღარ მოვდივარო. რა ვიფიქრე, იცი? კენტრის ხვებში რო თქვენთან იყოს როსტომაია და ლუწრის ხვებში იმ ქალთან? სადეთ ეგრე, მაგრამ გაამართლა? ქალბატონო, შეხეთ. რამდენი ხანი ირაკლებიძე არ მოსულა კლინიკაში, ა? რამდენი ხანი? რამდენი? რამდენი და აი უკვე ბუბის ქსელებია გაბმული აქ, აბლაბულას. ველაპარაკე დღეს. სახლშია ისევ მარტო მოწყენილი. ვიფიქრე გავამხიარულებ მეთქი, ის ანეკდოტიც მოუყევი. აღა შენ $1000 და არ შევჭამო. არ გაეცინა. ქალბატონო, ეხლა რა ვიფიქრე, იცი? აი შემომხედეთ მე, აბა რას ვაკეთებ? რას აკეთებ? თუ მაგას ვიძახი მე, არაფერს არ ვაკეთებ, რას ვაკეთებ? არაფერს. ავდივარ, ჩამოვდივარ, აქ შემოვდივარ. გადიხარ, გამოდიხარ. დიახ, წავალ ირაკლებიძეს იქნებ მაინც გავამხიარულო, ა? როგორ უნდა გაამხიარულო? რა ვიცი მე, რამეს წავიღებ, რამეს